ჩვენ დავაკმაყოფილეთ მისი თხოვნა, რომ მისი თანხლები პირი ბატონი ბერდია სიჯინავა დაესწროს სამდივნოსთვის განკუთვნილ ადგილას სხდომას და თუ მზაობა არის მათი მხრიდან სამდივნოს თხოვ, რომ ისინი შემოაცილოს დარბაზში. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი, როგორ ბრძანდებით? ბატონო გიორგი, პროცედურა არის ასეთი, ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ, ბატონ ბერდიას მივესალმები, გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. ჩვენი კომისიის პროცედურული, ასე ვთქვათ, დასაწყისში ყოველას ასე ვაფრთხილებთ, ჩემი ვალია გითხრათ, რომ განზრახ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე კითხვებზე უარი ან პასუხისთვის თავის არიდება. მე რომ ეს გაფრთხილება გავაკეთე და თქვენ რომ ეს ნამდვილად მოისმინეთ, ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი თქვენს წინ მდებარე დოკუმენტს. წინასწარ დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, ჩვენ წერილშიც მიგითითეთ, რომ თქვენი სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს საქმიანობა და იმ დროს მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე გსურდა თქვენგან ახსნა განმარტების მიღება. მადლობა რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენ დეპუტატის უფლებამოსილებებში ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. რაც შეეხება თემებს, იმ წერილში გარდა ზოგადი ჩარჩოსი მითითებული იყო, რომ სხვებს შორის ჩვენ გვაინტერესებდა თქვენთან 20 ივნისის თემაზე გასაუბრება. თუმცა თემა ეს ერთადერთი არ არის, მაგრამ ამით დავიწყოთ, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს, თქვენც გთავაზობთ, რომ თავისუფალი თხრობის რეჟიმში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რის თქმასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ შესავალ ნაწილში, ქრონოლოგიურად რომ მოგვითხროთ, როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილებები, რაც მიიღეთ და შემდეგ წარმართულ გამოძიებაზეც და თქვენს ამ გამოძიებაში მონაწილეობაზეც რომ გითხრათ 2-20 სიტყვა. აქვე საზოგადოებისთვის ვიტყვი და ამით თქვენს იმედი მაქვს დროს მოგაგებინებთ, რომ 2024 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ესენი არიან ცაავა და სხვა საქართველოს მოქალაქეები, ვინც 20 ივნისს დაზიანდა, არაერთი მათგანი მძიმედ შტურმის მოგერიებისას, მათ იჩივლეს სტრასბურგის სასამართლოში და დადგა გადაწყვეტილებაც, სადაც არაერთ ნაწილში საქართველოს სახელმწიფო გამტყუნდა ამ მოქალაქეების პირისპირ დავაში. ამ გადაწყვეტილებაში ცალსახად არის დადასტურებული, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე, რომ არსებობდა საჭიროება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა. ამიტომ თქვენ თუ გნებავთ ამაზე ისაუბრებთ, მაგრამ ეს დადგენილ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მით უმეტეს რომ თქვენ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში, ასევე თითოეული ჩვენგანი, ვინც ერთი გუნდის წევრები ვიყავით, ყოველთვის ვიყავით სწორედ იმ აზრზე, რასაც ამბობს სტრასბურგის სასამართლოც, რომ პარლამენტის წინააღმდეგ შტურმი მიმდინარეობდა, ეს შტურმი იყო მოსაგერიებელი და სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგი დასაცავი. ეს წერია ამ გადაწყვეტილებაში, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში შემდეგ არაერთი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა შტურმი მოგერიებული. ეს უბრალოდ შესავალისთვის და იმედია, რომ დროს დაგვაზოგინებს. თუ ეს მეთოდი მისაღებია, რომ თითოეულ თემაზე ჯერ თქვენ მოგცეთ სიტყვა, მოგისმინოთ და შემდეგ თუ კითხვები იქნება, ეს კითხვები დავსვათ. თუ ეს მისაღებია, გთხოვთ 20 ივნისის თემაზე 10-15 წუთი აიღოთ, თუ გნებავთ მეტიც და გაგვესაუბროთ ჯერ თქვენ. მადლობა.
მიხარია რომ 10 წუთი მაქვს, არ დამჭირდება ამდენი. ესე იგი, მე თქვენგან მივიღე წერილი, სადაც ჩამოთვლილი იყო საკითხები და ნათქვამი იყო, რომ გაქვთ კითხვები 20 ივნისთან დაკავშირებით. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მე-3 თუ მე-4 დღეს და მას შემდეგ გავიდა 6 წელი. ამ 6 წლის განმავლობაში მე აღარა ვარ ხელისუფლებაში უკვე 4 წელი. შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო. გარდა ამისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ 20 ივნისზე ასევე იყო დაწყებული გამოძიება იმასთან დაკავშირებით პირველ რიგში, თუ ვინ გასცა მაგალითად პარლამენტის შენობის შტურმზე ბრძანება. ეს გამოძიება ჩვენ დაწყებული ქონდა და ეს გამოძიება დღეს შეჩერებულია. ამასთან ერთად, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებულ გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ მე, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ არის იუსტიციის მინისტრობის დროს გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასალები არის სრულყოფილად გაგზავნილი. გავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება და მესმის ძალიან კარგად, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით საავა და სხვების საქმესთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ხა ჩამოთვალეთ. სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა შემდეგი რამ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და დიდი ხანია ვითხოვდით, რომ ეს გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო, ეს ერთი. და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სტრასბურგმა დაადგინა და მიანიშნა, რომ არ არსებობდა სამწუხაროდ ფართო კონტექსტის გაანალიზების შესაძლებლობა. რაც შეეხება ფართო კონტექსტს. ფართო კონტექსტის ნაწილში აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის სასამართლოზე უფრო დიდი და დასაბუთებული ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს. ისინი იმსახურებენ 20 ივნისთან დაკავშირებით ფართო კონტექსტის შესახებ უფრო მეტი ცოდნის ინფორმაციის არსებობას და წვდომას იმისთვის, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთონ. რაც შეეხება ფართო კონტექსტს, მე ძალიან მაინტერესებს და ვთვლი უბრალოდ, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმა სკოლეთ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ აუცილებლად სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის. მე არ ვიცი თქვენ ამას გააკეთებთ თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია, შესაბამისად ტყუილი სიმართლე. ეხლა რაც შეეხება 20 ივნისის კონტექსტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკეულ აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც ვამბობ. მაშინ დარწმუნებული ვიყავი
დარწმუნებული ვიყავი, რომ აი გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა. მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. დაგიხსნით რატომ? იმიტომ რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა 21 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნის და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარე. გაგახსენებთ და მეც სულ ახლახანს გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიცსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ნაცების ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. თუმცა მაშინაც 18 თებერვალს 21 წლის უჩინარი კაცი როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვის პროცესში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი და ზუსტად 1 საათში თითოეული თქვენგანი ყველა გაქრა. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს. 20 ივნისთან დაკავშირებით, ქალბატონო თავმჯდომარე, მე მიცემული მაქვს ორჯერ ჩვენება საქართველოს პროკურატურაში. მე ჩემს ჩვენებებს ესე არ ვცვი. იმედი მაქვს და თქვენ გქონდათ ამის უფლება, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა და გაცემული პასუხები. დღეს აქ და იმედი მაქვს, რომ ამ სხდომისთვის მოემზადეთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გულწრფელად გეუბნებით, ქალბატონო თეა. მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ? უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. იმიტომ რომ ფაქტია, რომ თქვენ თუ ვინგასა ბრძანება პარლამენტის შტურმის შესახებ არ გაინტერესებთ და სხვა საქმეებშიც, რასაც მე კომისიის მუშაობას თვალს ვუყურებ, ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს, ნაცების წარმომადგენლებს უბრალოდ არ ეძახით. თქვენ არ აპირებთ ნაცების გასამართლებას, ანაკრძალვას. მე არ ვიცი თქვენ რას აპირებთ. ამიტომ მე ამის კონტექსტს ვერ ხედავდი. ეხლა რაც შეეხება, რას ვხედავ მე ამ კომისიაში? მე ხო ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს, ხო? მე ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე და ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში. მაშინ გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არც ერთ სიტყვას. მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ, მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე სამწუხაროდ მუშაობს და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი. სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა, ბატონო გიორგი, მე მგონი ჩვენი გასაუბრება გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე მეგონა. მოდით ასე შევთანხმდეთ. გასაგებია, რომ ალბათ თქვენ ღელავთ და გადმოხვედით პირდაპირ თავდასხმაზე. ამიტომ გიპასუხებთ თქვენი ნებართვით, თუ მოისმენთ ჩემს პასუხებსაც. პირველი, ის რომ ცავასა და სხვების საქმეზე სტრასბურგში ჩემი იუსტიციის მინისტრობისას გაიგზავნა მოსაზრებები, ეს არის სიცრუე. ვინაიდან ეს მოსაზრებები სახელმწიფოს შესაგებელი გაგზავნილია 2021 წელს და ამ დროს მე გახდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. მაგრამ ვის დროსაც გაიგზავნა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. გაგზავნილი უნდა იყოს, მე ამის ღრმად მწამს,
ვიცნობ რა იქ მომუშავე საჯარო მოხელეებს, კომპეტენტური შესაგებელი, რომ არა კომპეტენტური შესაგებელი, სახელმწიფო ვერ დაამტკიცებდა იმას, რაც იყო რეალობა, კერძოდ ის, რომ პარლამენტის წინააღმდეგ ნამდვილად იყო შტურმი. მეორე, თქვენ ბრძანეთ, რომ რაც თქვენ თქვითო, მე მითხარით. ეს არაფერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერიაო, ესეც არის ტყვილი. მე არ ვიცი თქვენ რამდენად მიადევნეთ თვალეს მოცულობითი დოკუმენტია ინგლისურ ენაზე. მაგრამ არის ასეთი აბზაცი 240, სადაც ზუსტად ის წერია, რაც მე ვთქვი. ამიტომ რამ გადაგაწყვეტინათ, რომ თქვათ, რომ ეს არ წერია, არ ვიცი, ეს მხოლოდ თქვენ იცით. კერძოდ ამ 240 აბზაცში წერია ასეთი რამ. The court cannot downplay the unusual turn of events at the demonstration and the chaotic events, including attacks on law enforcement personnel, while they were rightfully upholding public order, თქვენზეა საუბარი და პოლიციელებზე, which ensued after several hundred demonstrators started their violent attempts to break through the police cordon and storm the parliament building. პირდაპირ წერია, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე. რომ მაშინ მოსაგერიებელი იყო ეს შტურმი. ეხლა მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თქვენ ეს წაკითხული არ გაქვთ, მე შემიძლია ეს განაჩენი თუ გადაწყვეტილება მოგცეთ, აქ ის წერია ზუსტად რაც მე ვთქვი. ანუ ვუბრუნდები ჩემ შესავალ სიტყვას, შესაბამისად. ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში სტრასბურგმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მმართველი პარტია თქვენთან ერთად მაშინ ხედავდით და ვამბობდით, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე და რომ დასაცავი იყო საზოგადოებრივი წესრიგი. მე პოლიტიკურადაც არ მესმის, რაში გჭირდებოდათ იმის თქმა, რომ ეს სტრასბურგს არ უთქვამს. სტრასბურგმა თქვა რეალობა და ის, რასაც თქვენც იძახდით, როცა იყავით მინისტრი. ეს მეორე. მესამე. თქვენ რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თანმოხვედით პარლამენტში, რომელსაც იძახით, რომ არ აღიარეთ, მოდით თქვენაზე დარჩით, ჩვენაზე დავრჩებით, საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. თქვენ თუ აქ ხართ არ აღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ. ყოველ შემთხვევაში თქვენ გამოცხადდით კომისიის წინაშე, მე თავმჯდომარეს ვალდებული ვარ და ვალია ჩემი, რომ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და ეს არის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, რომ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, რომლებსაც დღემდე არ გაქვთ შეწყვეტილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და სტატუსი, ვინაიდან საამისოდ ნებაჯერ არ გამოგიხატავთ, მოდიხართ და ჩვენთან ახსნა განმარტებებს იძლევით. ეს არის მხოლოდ დადებითი. რაც შეეხება შეჩერებულ გამოძიებას და დანარჩენ ყველაფერს, რაც თქვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ბრძანეთ და შემდეგ გადადგომის დღეებიც გაიხსენეთ. მე კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ, რომ თავს ნუარიდებთ კითხვებზე პასუხს. რაც თქვენ შესავალ სიტყვაში უკვე გააკეთეთ, ბატონო გიორგი, ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ დაგისვამთ კითხვას. ის კი არა, რომ გამოძიების მასალებში წერია და სტრასბურგში რა ითქვა და რა არა. მოდით მე თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრობის პოზიციაზე მყოფ გიორგი გახარიას დაგისვამთ კითხვებს ჩემს კოლეგებთან ერთად და ვიქონიოთ პატარა პრეზუმპცია იმასთან დაკავშირებით, რომ აი ესეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებების კითხვა მე თქვენზე ოდნავ უკეთ შემიძლია და დავანებოთ თავი. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს, მე მაინტერესებს წევრებს, ვინც არ იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში, აინტერესებთ. ახლა იმას მაინც ვერ იტყვით, რომ მე თქვენთან ერთად ვიყავი პარლამენტის შენობაში და ფაქტების შესახებ ბევრი მომეხსენება. ამიტომ გეკითხებით ბრძანება, რომელიც გამოიცა
ხო, როგორც წესი გამოიცემა ხოლმე მინისტრის მიერ ბრძანება, როცა საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა ან დაცვა. თქვენ ასეთი ბრძანება გამოეცით, როდის გამოეცით, რას ითვალისწინებდა ეს ბრძანება და როგორ განვითარდა მოვლენები ეს რომ გითხრათ. გთხოვთ ჩართოთ მიკროფონი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ამის შესახებ ყველაფერზე მაქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩვენება მიცემული. რა თქმა უნდა, მესმის კომისიის ფორმალური მანდატი, მაგრამ ასევე მესმის, რომ კომისია გამოძიებას ვერ ჩაანაცვლებს. ამაზე ვთანხმდებით. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ამაზე ვერ ვთანხმდებით, თქვენი აზრია ეს. კი ბატონო, ეს ჩათვალეთ. არა მაქვს თქვენი აზრის შეცვლის პრეტენზია ამაზე არ მაქვს. რახან თქვენ რეგლამენტურ საკითხებს ახლა ცდილობთ რომ გამოიყენოთ იმასთან დაკავშირებით, აი პასუხი გამეციეთ. ნუ კი. მიუხედავად იმისა, რომ წამოღებული მაქვს ჩემი დაკითხვის ოქმები, შემიძლია დაგირიგოთ. არც იმას არ ვიკიდრებ, ახლა რო ავიღო და ამის კითხვა დავიწყო. უბრალოდ გეტყვით მარტივად, რა თქმა უნდა, თუ თქვენი გადაწყვეტილება, თქვენ გიდათ რომ ასეთ ფორმატში წავიდეს. რა თქმა უნდა. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ბრძანება იყო გამოცემული. ეს იყო სპეციალური გეგმა, რა თქმა უნდა, ამ გეგმას ხელს ვაწერდი მე და ჩემი მოადგილეები. ამ გეგმასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის შესაბამისად წავიდა იმ ღამეს ოპერატიული ქმედებების ბევრი ნაწილი, ზოგი გამოვიდა გეგმის ფარგლებიდან, შემდგომ გეგმის ფარგლებში დაბრუნდა, საბოლოო ჯამში ეს იყო შტურმი, პირველად ხელისუფლების ფუნქციონირების არ ვიცი მე-8 თუ მე-9 წელი იყო, არ იყო მარტივი, არ არსებობს სპეციალური ღონისძიება, რომელიც იდეალურად და 100%-ით გეგმის შესაბამისად ჩატარდება. ამიტომ რა თქმა უნდა, იქ ჩვენც ვაღიარებდით, რომ იყო ცალკეული გადაცნობები, ამ გადაცნობებზე შესაბამისად მიმდინარეობდა ცალკეული გამოძიებები. ეს ყველასთვის ყველაფერი ძალიან კარგად ცნობილია. ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ვინ გასცა? ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭაობს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმშიც. შესაბამისად, თქვენ ამბობთ, რომ ადგილზე მყოფმა კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება წყლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა ასეთი საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებას. მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. მაგრამ თქვენთვის ცნობილია ვინ გასცა ეს ბრძანება, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილზე? მე რომ ცოდნო და ცნობილი ყოფილიყო, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა, ან ვინმე გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინე. შესაბამისად, სხვას თქვენ ადგილას ასეთი ბრძანება არ გაუცია. შესაბამისად, ამის შესახებ მე არ ვიცი. ეჭვი გაქვთ, რომ სხვამ გასცა, თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი? მე არაფერი არ მაქვს. მე ვამბობ, რომ შესაბამისად მე არ ვიცი. გასაგებია. თქვენ რათან მიმდევრობით გამოიყენეთ სხვადასხვა საშუალებები, რომლებზეც თქვენ გაეცით ბრძანება? ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში. ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდგომ წყლის ჭავლი. ტყვიები რა მომენტში იქნა გამოყენებული? როგორც მახსოვს, ეს მოხდა სადღაც შუაში. ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის. გასაგებია. თქვენ ამ დროს სად იმყოფებოდით?
ოპერაციის მართვისას სამინისტროდან მართავდით თუ პარლამენტში? ნაწილობრივ სამინისტროდან, შემდგომ პარლამენტში, რომელიც დაცლილი იყო სხვათა შორის, გატენილი იყო ნაცებით და არც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი აქ არ იყო. შემდგომ ძლივს ვეძებეთ და ესე ცალ-ცალკე ვეცადეთ, რომ ოცნების წარმომადგენლები შენობაში დაგვებრუნებინა. ესეც სიმართლეა. შენობაში ჩვენი სისტემა ასე ამოწყობილი, ვინც არ იცის მათთვის, რომ ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში როგორც ასეთი პრემიერ-მინისტრს თუ მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს, ცალკე გამოყოფილი სამუშაო სივრცე არ აქვს. იმ დროს თუ იყო რაღაცა სივრცე სპეციალური, რომელსაც თქვენ ფლობდით გასაღებს, გააღეთ, შეხვედით და იქიდან მუშაობდით თუ ვინმე სხვა ადამიანის კაბინეტში იყავით? არ მახსოვს რაიმე სივრცე რო ყოფილიყო მთავრობისთვის ან ჩემთვის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის არ ყოფილა. რომელიღაც კაბინეტში ვიყავით, არ მახსოვს ეს რომელი კაბინეტი. რომელიღაც ოთახში ვიყავით კი. არ მახსოვს ეს რომელი. სამუშაო პირობები შექმნილი იყო, რომ ვთქვათ კაბინეტი იყო და არა დერეფანში არ გიწევდა. შტურმი იყო, ქალბატონ თავმჯდომარე და ბრძოლა და ეგ სამუშაო პირობებს რა იყო და როგორი იყო წარმოდგენა არ მაქვს, არც მახსოვს სიმართლე. სამუშაო პირობებია შტურმის მოგერიებაც კი. კარგი, თქვენს გარემოცვაში იმ დროს პარლამენტში ვინ იმყოფებოდა? მოადგილეები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, გარეშე პირები, დეპუტატები თუ ვინ ხო არ გახსოვთ? ჩემი მოადგილეები? რომლები? შენობაში იმყოფებოდნენ საბანაძე, შენობაში იმყოფებოდა ბორცვაძე, დანარჩენები არ მახსოვს ვინ იყო კიდე. დანარჩენი მე აქ ცოტა ისეთი მდგომარეობა იყო. ეს ხო ამა ხო ყველაფერმა სამოქალაქო დაპირისპირების ფორმა მიიღო. ვიღაცა მიდიოდა, ვიღაცა მოდიოდა, ერთი ოთახიდან მეორეში გადავდიოდით, მეორედან მესამეში. ეს არ იყო დაგეგმილი რაღაც სპეციალური ღონისძიება ან გამოცხადებული რაღაც შტურმი, ხო? ეს იყო სპონტანური მძიმე ღამე, რომელიც არ ვიტყვი ახლა კიდე არაფერს. მადლობა. ჩვენ ასე გვასწავლიან და ასე ვიცით. მე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე არ მიმსახურია და არ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არასდროს და ამიტომ ვამბობ ასე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, მისი მოადგილეებისთვის და სისტემისთვის თუნდაც უმძიმესი შტურმის მოგერიება ვერ იქნება რაღაცა სპონტანური, ეს უნდა იყოს მკაცრად გაწერილი ღონისძიება, სპეცოპერაცია, როდესაც ყველას თავისი როლი და ფუნქცია აქვს. გასაგებია, რომ შეიძლება დეპუტატები, ვინც გარს გეხვივნენ, მათ შორის ყოფილიყო გარკვეული სპონტანური რეაქციები და ემოციები, მაგრამ ის, ვინც შტურმს იგერიებს და სპეცოპერაციას გეგმავს და მართავს, მისთვის საზიანოც კი იყოს სპონტანურობაში. სანამ წევრებს დაუთმობ სიტყვას, ერთი კითხვა მინდა დავსვა და შემდეგ, რა თქმა უნდა, დაგიბრუნდებით ისევ. თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ პირადად ბრძანება გაეცით შტურმის მოგერიების მიზნით ისეთი სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, როგორიც არის ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. რაც შეეხება იმ რეზინის ტყუებს, რომელთა გამოყენებისთვისაც გამოყენების გამო დადგა არაერთი ახალგაზრდის და ადამიანის ცხოვრებაში უმძიმესი დრო, დასახიჩდნენ ისინი და რეალურად ის მომავალი, რომელიც მათ თავიანთი თავისთვის ჰქონდათ, ეიმედებოდათ, განკუთვნილი აღარ აქვთ და რომლის გამოც სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაუდგინა საქართველოს და დაავალა უფრო დეტალურად საქმის გამოძიება. თქვენ ამბობთ, რომ აი ამის გამომწვევი ტყუების გამოყენების ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და არც ისიცით ბრძანება არსებობდა თუ არა და ადგილზე ხომ არ მიიღო კონკრეტულმა სპეც დანიშნულების დანაყოფის წარმომადგენელმა ასეთი
გადაწყვეტილებად, რომ თქვენ ამის შესახებ არ იცით, მაგრამ ეს ტყვიები გამოყენებული რომ მე ეს არ მithქვამს. მე ვთქვი, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს ეს ბრძანება არ გაუციათ. დანარჩენი ყველაფერი თქვენ რაც თქვით ახლა თქვენი ინტერპრეტაცია, რაც შეეხება გამოყენების შემთხვევებს, ეს იყო თვით მოგერიების კონტექსტში გამოყენებული ტყვიები. თუ იყო გადაცდომები, ამის შესახებ და ამის თაობაზე ჩატარდა შესაბამისი გამოძიებები. თუ არა და 6 წელი გავიდა და თქვენ შეგეძლოთ შესაბამისად შემდგომად შეეძლო გამოძიებას ეს 6 წელსაც დაუბრუნდებით და იმ გამოძიების მონაკვეთს, როცა თქვენ უკვე პრემიერ-მინისტრი იყავით. მე არ ვიცი რა ენაზე საუბარი შემოგთავაზოთ, მგონია რომ ქართულად ვსაუბრობთ. თქვენ ბრძანეთ თქვენ თვითონ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ. მე არ გამიცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანებაო და არც ჩემს მოადგილეებსო, რომელთაგან მინიმუმ ერთი დაასახელეთ, რომ იმყოფებოდა შენობაში. შემდეგ მე რომ გკითხეთ, ვინმეზე გაქვთ ეჭვი მეთქი, რომ სხვამ გასცა, თქვენ თქვით, რომ არ ვიცი ამის შესახებო. და მე მეკითხეთ, რომ თვითნებურად ვიღაცამ ადგილზე გადაწყვიტა, ახლა თქვით, რომ თვითმოგერიების რეჟიმი იყო. ხომ ჩვენ ამას ხომ იმისთვის არ ვსვამთ კითხვებს, რომ უბრალოდ ცნობის მოყარეობა გვაქვს, ეს ხომ იწერება. შესაბამისად, თქვენ და თქვენს მოადგილეებს თქვენ ამბობთ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაგიციათ, მე მგონი სწორად გავიგე. რაც შეეხება კითხვას, მას ვინ გასცა, თქვენ ამბობთ, რომ ასეთი ბრძანების შესახებ, რომ ვინმე სხვას გაეცა, თქვენ არ ხართ ინფორმირებული და მესამე ვარიანტი, რომ ადგილზე კონკრეტულმა პირებმა, ვისაც კონკრეტული იარაღი და ის რეზინის ტყვიები ქონდა, რომლითაც დასახიჩდნენ ახალგაზრდები და სხვა ასაკის ადამიანები, ამ კონკრეტულმა პირებმა ხო არ მიიღეს გადაწყვეტილებები მეთქი. ამაზე თქვენი პასუხია, რომ ამ კონკრეტულმა თვითმოგერიების რეჟიმში მიიღეს, თუ არა და იქ ცალკეულ შემთხვევებზე უნდა ყოფილიყო გამოძიება. გასაგებია, მე მგონი ვთანხმდებით, რომ სწორად გავიგე, რაც მითხარით ქართულ ენაზე. როდესაც თქვენ შეიტყვეთ, იმიტომ რომ თქვენ ამის შესახებ მალევე შეიტყვეთ, რომ რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. როგორ იყო თქვენი რეაქცია? მალევე შევიტყვე, რას ნიშნავს? რა იცით მე როდი შევიტყვე? იმ დღესვე შეიტყობდით რა? რა თქმა უნდა. ხო, დაშვება გააკეთეთ. დიახ, შევიტყვე და ამის შემდგომ რეაქცია იყო ბრძანების გაცემა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა და უკიდურესად კატეგორიულად იყო გაფრთხილებული ყველა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ სიცოცხლეს პირდაპირი, ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა, შესაბამისად ემოქმედათ პოლიციის კანონის. ეს იყო. ეს უკვე თქვენ გაეცით ეს ბრძანება აკრძალვის შესახებ. ეს ბრძანება მე გავეცი ჩემს მოადგილეებს, დიახ. ხო, ანუ რო დაინახეთ, რომ ანუ მიმდინარეობისას მაშინვე დაგინახავთ, რომ ტყვიები გამოიყენა ვიღაცამ თქვენი აზრით მოგერიების რეჟიმში და ამის მერე გაეცით ბრძანება აკრძალვის თაობაზე, რომ აღარ გამოიყენოთ გარდა იმ შემთხვევისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, თუ არის სიცოცხლის რისკი თვითონ თქვენივე თანამშრომლისთვის, ვინც პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, ასეა? თქვენი აზრით, თქვენმა რომელ მოადგილეს მიეცით ეს ბრძანება? რა ფორმით გაეცით ეს ბრძანება? ტელეფონით, გვერდით იჯდა და უთხარით თუ როგორ და რამდენად სწორად ჩაიშალა ეს აკრძალვა და მივიდა კონკრეტულ ინდივიდებამდე, ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი? როგორც მახსოვს რაცით,
იმიტომ რომ კავშირის გამმავლობის მაშინ პრობლემები იყო. სარგებლობდი რაციით და შესაბამისად, ვინც რაციაზე იყო, ის ყველა გაიგებდა ამას. რაციაზე ვინ იყო? ნუ მოადგილეები და ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. არ მახსოვს ახლა ზეგوارები ექსელი აქვს. და იქიდან შემოვიდა დასტური, ხო, რაცია ხორ მხრივია, როგორც ვიცით, რომ მივიღეთ, მიღებულია, გასაგებია. დიახ. დაგიდასტურეს. და ამის შემდეგ როგორ ვიცით, აღარ ყოფილა რეზინის ტყუები გამოყენებული? არა, ამ შემდგომაც იყო რეზინის ტყუები გამოყენებული. მაინც გამოიყენეს. კი. როდესაც თქვენ ეს აკრძალვის შესახებ ბრძანება გაეცით, თქვენთან ერთად ვინმე იმყოფებოდა ამ დროს? ანუ ვინმე დაადასტურებს, რომ ეს ბრძანება არ მახსოვს. ეს თუ გავეცი რაციით, გამოძიებაში იქნება. კარგი. წევრებს ვთხოვ, ბატონი ალექსანდრე, ბატონი ალუდა, ბატონი თენგიზი, ბატონი გურამი, ბატონი სოზარი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მე ქალბატონი თიას დასმულ შეკითხვებს გავაგზავნებ, ხან რეზინის ტყუებზე გვაქვს საუბარი და ერთს კითხავთ პირველ რიგში. ის რაც გეგმით იყო გათვალისწინებული, თქვენ თვითონაც აღიარეთ, რომ გარკვეული ხარვეზები ამაში არსებობდა. როგორც თავიდან, ის რომ ნამდვილად შტურმი იყო, ამას ჩვენ ყველა გიდასტურებთ. კი ბატონო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პოლიციელები თუ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იქნებოდნენ ჯებირის მიღმა და არა ჯებირის წინ. თქვენ როგორ თვლით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ამ შემთხვევაში? ეს ერთი. იმიტომ რომ ჩვენ არაერთ გზის გვინახავს პარლამენტზე შტურმი, მას შემდეგაც მოხდარა და არასდროს ასეთი მეთოდითა და ტაქტიკით არ მოქმედია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ერთი. თქვენ ბრძანეთ ასევე რომ არსებობდა წყლის ჭავლის გამოყენების გამოიყენეთ წყლის ჭავლის და გაზიც. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დაახლოებით 5-6 000-მდე პოლიციელი იღებდა მონაწილეობას აი ამ ღონისძიების დროს. აქაც გარკვეული ხარვეზები იმით იყო, რომ მოხდა გარკვეული რეგიონებიდან ჩამოსვლა და დაგვიანება და სწორედ ამიტომაც ვერ მოხდა ის, რომ თანმიმდევრულად, როგორც უნდა დაწყებულიყო ჯერ გაფრთხილება, პრევენციული ღონისძიებები, შემდეგ წყლის ჭავლი, შემდეგ გაზი და საბოლოოდ უნდა გამოყენებულიყო რეზინის ტყუები. ეს მეორე კითხვა. და ერთი კითხვაც მექნება ასეთი. თქვენ თუ იცით, რომ იმ რეზინის ტყუებში არსებობდა განსხვავებები. განსხვავებაში რას გულისხმობ? არსებობს რეზინის ტყუია, რომელიც არის უფრო ნაკლებად დამაზიანებელი და არსებობს ასევე ტყუია, რომელიც არის ძალიან ხისტი, რომელიც იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს. მე ვიცი ასეთი რამე, რომ როდესაც აღარ იყო უკვე ეს რეზინის ტყუები საწყობიდან, ეგრეთ წოდებული საწყობიდან, მოიხმარეს იმ თანამშრომლებმა ვანო მერაბიშვილის დროინდელი შემოტანილი ისეთი დონის ეს რეზინის ტყუები, რომელიც იყო ძალიან მკვრივი და იმიტომაც ყავდა ამდენი დაზარალებული. თუ იცოდით ამის შესახებ. ვერ მივხვდი ახლა ეს რაღაცა არაუდია, ნუ კი. მე რა მაინტერესებს ქალბატონ თავმჯდომარე. ეს საქმის მასალები გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც არის 6 წელი, რომელიც მიმდინარეობს. ყველას მოგახსენებათ, რომ გრიფით საიდუმლო არის. თქვენ განსაიმდუმლოებული გაქვთ ეს მასალები? აი ახლა ამაზე რო აქ ვსაუბრობ. თუ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ თქვენ ჩვენების მიცემის ნაწილში ისე დამიყენეთ საკითხი, რომ ცოტა სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩავიდინოთ ყველამ ერთად. მაპატიეთ ბატონ ალექსანდრე. ესე იგი თქვენ ისე დაიწყეთ სხდომა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში რა წერია, ის მასწავლეთ და აღმოჩნდა, რომ თქვენ თვითონ არ იცოდით. მე მინდა ბატონ მანდატურს ვთხოვო, რომ ეს
ბატონი ვახტანგ გომელაურის ბრძანების ასხს მოგაწოდებთ, რომელთაც გრიფი აქვს მოხსნილი, მათ შორის იმ. ეს ვიკითხე მე კიდევ. ხო, ანუ ხა ჩვენ აქ მით უმეტეს გენერალი ტაბატაძე სვამს კითხვებს ისე რომ არ იცის გრიფი ადევს თუ არა, ნუ მოდით საქმეზე ვისაუბროთ ბატონო გიორგი. პასუხი ხო მე უნდა გავცე. მე არ ვიცოდი, ჩემთვის ეს ხო, ნუ არც დასვამდა კითხვას ალბათ, ხო, მაგდენი ალბათ კი თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით რომ ქართულ ოცნებაში არავის არ აქვს ინტელექტიო, მაგრამ ნუ წერა კითხვა ვიცი. ასეთიც თქვი? დიახ. კარგით. მადლობა. ესე იგი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ მე ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალური ჩვენებები მაქვს მიცემული. მით უმეტეს, აგერ გრიფი მოხსნილი ყოფილა, დაარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენებები წაკითხა. ნუ არიდებთ კითხვებზე პასუხისთვის, ნუ არიდებთ თავს. კითხვა იყო კონკრეტული, 3 მე მგონი, ხო ბატონო ალეკო? 3 კონკრეტული კითხვა. გავიმეოროთ ეს კითხვები და არაფერი არ ჯდება ის, რომ თქვენ იგივე ან სხვა პასუხი გასცეთ. ეს საგამოძიებო კომისია არ არის. დროს ვკარგავთ, ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ოკეი. ესე იგი, რაც შეეხება, გავიგებთ. რაც შეეხება, ვეცდები მოკლედ. რაც შეეხება ამ ყბადაღებულ კითხვას, რომელიც ნაცებმა დაიწყეს და შემდგომ ძალიან მაგრა აიტაცეთ, რომ პოლიციის კორდონი რომ მდგარიყო იქ, ეს შედეგი არ იქნებოდა და რომ მდგარიყო აქ, შედეგი იქნებოდა ისეთი. ნუ პირველი იმიტომ რომ მან ხდებოდა დაახლოებით 30-მდე პოლიციელი გაგცემთ პასუხს. დაზარალდა და შეიწრიეს ჯგუფმა. გაგცემთ პასუხს. ესე იგი, პირველი რომ გესმოდეთ. ფაქტი ძალიან კარგად იცით, რომ იმ დროიდან განსხვავებით, მაშინდელ მდგომარეობასა და დღევანდელ მდგომარეობას შორის პარლამენტის შენობა რკინის კედლებით ალყა შემორტყმული არ ყოფილა. არც ერთ შესასვლელში რკინის კედლები ჩადგმული არ ყოფილა. იმ შესასვლელზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თან გაგახსენებთ. დღის განმავლობაში უკვე ნაცებს გამოცხადებული ჰქონდათ მიზანი პარლამენტში შევარდნის. და ასევე გაგახსენებთ, თუ არ გახსოვთ, რომ მათ ერთხელ, როდესაც იქ წინ პატრული იდგა და ჯერ იქ იდგა პატრული, საერთოდ არ იდგა იქ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, ეს შეარღვიეს კიდევაც. მიუხედავად აი იმ რაღაც ფარატინა კარებსაც ვერ დაარქმევიlas, რაც იყო სიმბოლური ღობი. ამიტომ იყო განლაგებული იქ, სადაც იყო. ეს არის ჩვენებებში. ეს ერთი. მეორე. რაც შეეხება ტყვიებს. ტყვიები სად ინახება, როდის ინახება, რა ფორმის არის და რანაირი არის. ამაზე პასუხს აგებს შესაბამისი ადამიანები. და რამდენი ხანი ინახება. ამაზეც გაცემული მაქვს ყველაფერზე, ყველა კითხვაზე პასუხი. შესაბამისად, როდის დამთავრდა, რა სახის ტყვიები იყო გამოყენებული, ამასთან დაკავშირებით თუ არსებობდა გადაცდომები და პასუხი უნდა ეგო ვინმეს, შესაბამისად გამოცება უნდა ყოფილიყო, მე ამის შესახებ არ ვიცი. მესამე კითხვა რა იყო უკაცრავად? ვანო მერაბიშვილს რაც შეეხება, რომელიც ახსენეთ. მე ძალიან მიკვირს. არა, ეგ კითხვა არ იყო. როგორ არ იყო ხა ახსენეთ? ვანო მერაბიშვილის დროინდელი იყო მეთქი. ვანო მერაბიშვილის დროინდელი, ხო. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, კიდევ ერთხელ, ლირიულ გადახვევას გავაკეთებ, მეც აღარ გავაკეთებ. ესე იგი, ამ შენობაში მე მაშინ რო არ გამეკეთებინა ის რაც გავაკეთე. რაზეც არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევ. მე აქ ხო რაღაც ავს არ ვიმართლებთ, არ ვამბობ, რომ აი ეს კომისია იქნებოდა ნაცების კომისია და თქვენ ყველანი იჯდებოდით აი აქ ჩემთან ერთად ამ ხარეს. და დღეს აქ მე რო ვარ დაბარებული და ვანო მერაბიშვილი, მიშა სააკაშვილი, ადეიშვილი, პეტრე პავლე რო არ არიან დაბარებული, ეს უბრალოდ მიკვირს. და დიდ იმედგაცრუებას იწვევს ჩემს. მესამე კითხვა თუ იყო ამ ლირიული გადასხვევის შემდგომ, მესამე კითხვაზეც კი პასუხი. არა. მესამე კითხვას რას გულისხმობდი მე რომ დიახ, როდესაც იძახით რომ ხარვეზები იყო და აი ამ შტურმის დროს ამ პოლიციელების გამოთრევა ხდებოდა, სწორედ ამიტომ დავსვი მე ეს კითხვა ჯებრის გარეთ. ეს გეგმა მე პოლიციელებს არ ვადანაშაულებ,
იმიტომ რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს штурმი მოეგერიებინათ. მე თქვენი მიზანიც მესმის, რომ თქვენ სურვილით სწორედ ეს იყო, მაგრამ მე გეუბნებით, რომ სწორად არ იყო განხორციელებული მენეჯმენტი მეთქი. და აი რაში მდგომარეობს ეს? თვითოული დაახლოებით 2000 კაცამდე იყავით პარლამენტის ეზოში, სულ პოლიციელები. გარედან ვისაც შეეძლო სწორედ ამის პრევენცია, რომ პოლიციელებამდე არ მისულიყო, აი იმ კოლოფებს გეუბნებით, რომლებიც არ იყო ზუსტად შემდგარი და ვერ შედგა და ვერ გაუკეთა ამან დაცვა თუნდაც პარლამენტის შენობას და თუნდაც იმ პოლიციელებს. მაგას ვიძახი. ბატონო ალექსანდრე. ესე იგი, თქვენ უბრალოდ ეხლა სხვადასხვა საკითხებს ესე ურევთ ერთმანეთში. მე ხო ყველანაირი მისაღაც მიკერძეობლობის გარეშე გეუბნებით. გეგმის შესაბამისად და თქვენ ეს როგორც პოლიციის გენერალმა ძალიან კარგად იცით. ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი ხართ, რომ თანმიმდევრულობა იყო შემდეგი. ცრემლსადენი გაზი, შემდეგ წყლის ჭავლი. წყლის ჭავლს რამხელა კოლოფი, რამდენი ადამიანი და რა სახის დაცვა ჭირდება, ესეც ძალიან კარგად იცით. შესაბამისად, თქვენ თუ მიუთითებთ იმ ხარვეზზე, რომ წყლის ჭავლის ირგვლივ კოლოფის შეკვრა დროში გაჭიანურდა, ასეთ დასმულ კითხვას მე მივიღებ და გიპასუხებთ, რომ წყლის ჭავლის კოლოფის შეკვრა უფრო სწრაფად რომ მომხდარიყო, შესაძლებელია ბევრი რაღაცა სხვანაირად წასვლა. ეს არის და ეს. მადლობა. არაფრის. მოგესალმებით,